გიყვარ შეჭემა მითხარი და ბაზარი არაა, მაგრამ ეხლა თუ ნაშაა ისეთი თემა ეხავს რა. ეგ ჩემი ნაშაა თუ ვინა, ჩემი საქმეა და შენ თავს მიხედავ ხო? კამანდას რო იყიდებ ეგ ჩემი საქმეა. ჩემი საქმეა, აბა ვისი. ხო და იდი ნახუი რა ვაფშე. მე ძველ ბიჭები, ბიჭო. ეს ტრენინგზე რო ვიყავი, სასტუმროში ვეძებდი გოგოებს და დავინახე მამაშენი. და მარტო არ იყო, ხო? ხო. ხო, ვიცოდი რომ ვიღაც ყავდა. რატომ გამოხვედი? ხომ გითხარი არ გამოხვიდება? მე არ შეიძლება? მთელი თბილისი გეყურებს. ძველი თბილისი. თქვენ ალბათ ელენე ხართ, ხო? დიახ, დიახ. ისე გამეხარდა სამსახურზე რომ დამირეკე. ისე მინდოდა თბილისში მუშაობა, მაგრამ ძალიან ბელა ვარ, ვიცი გამომივა თუ არა. მისმინე ერთი წამით კიდე ერთხელ დამირეკავ და გადაგამტრევ ძვლებში ბოზიშვილი. რა ძვლებში გადამამრევ? გადამამრევ და დავრეკავ პატრონს. რა გაყვიდე? ხალი გამიშვი. აფერისტო ნაპოზა. ხალი გამიშვი. ხო? ბიჭო, ვაკო, შენზმობას ვიცავარ, მაგრამ გამიხარდა რაკეთის დაწინაურება სამსახურში გილოცავ. გვერაშვებით როგორ არის მანქანების ამბავი? დღეს მაო სერიოზული C-კლასი გავასწავლე. გილოცავ, ძმაო. მე რამდენია ეგ? მეხუთე, ხო? ისე გაფართოებას არ აქვს, არიელ ზალდასტანიშვილი. ბოლოს ოდის ნახე. ვინ არის? ახლა არ ვიცი. აბა ესე უსრობ კაც მიუვარდი და ცემე? აუდე, ჩემი მწვანე საყური არ გინახავს? არა. აი აქ ყოფილა. აუ, მე რო ყავა მინდოდა? დაგისხა. აი, უთხესი ეძახარ? არა. Правда, ვიღავა. ის იყო დილით შენ დაკლილი იყო ზე. ბერდები ეთყო. კაია. მართლა. მითხარ, მოხდა რამე? არა, დედიკო, არაფერი, უბრალოდ ცუდად მეძინა და თავი მტკივად იმდა. ზეგ მამა შენის დაბადების დღე ხო გახსოვს? მახსოვს. მე ავალ საფლავს. რაკო მოდის? არ ვიცი, ალბათ წამოვა. აუ, მე შეიძლება ვერ მოვახერ ხო დედა. არა უშავს. მე ავალ და ყვავილებს ავიტან. ისეთი გრაფიკი მაქვს, რომ ვერაფერს ვეღარ ვასწრებ რა. დიტოს უნდა რომ ყველაფერი სწრაფად გააკეთოს და მაგით. უნდა მიხედე შენ საქმეს, ხოც სამსახურს მოფრთხილება უნდა.
აკეთ. ო, ხედავ. სიგარეტი გაქვს? არ ვეწევი. შინა პატიმრობა. სანამ საჩივარი იქნება სახრიდან ვერ გავა. მაგასაც ძლივს მივახციე საერთოდ არ უშევლო. კარგი შემომეორე შევატყისის. კარგი. უსაფმურობისგან ტაქსისტებს დავერიეთ, უკვე? არ იყო თქო ჩემი ბრა. აბა ვისი ბრალი? გითხარი ვიღაც ინტრიგანი ნაბოზარი ტაქსისტია რა, ერთი ნაკაწრის გულისთვის მოინდომა გამდიდრება. ანუ ვაფშე რაში გაინტერესებს როგორ მოხდა და რანაირად. კარგი წავედით. გამარჯობა ხარბატონო. გამარჯობა. რაღაც უხასიათოთ მეჩვენები ჩემო. რა შეასაკ? უბრალოდ უძილობა. მე თავის ტკივილი ამ უძილობის გამო. მომიცით როცა ასაკ შედიხარ, მე ყველაფერი ადვილად გერევა. მე მაგის წამალი არის ხალბატონონა. 100 გრამი ყოველდღიურად და მორჩა უცნობასაც ჩვენის და ყველა ბაცილას გავს. რას ამბობ? თანამ სიბერეშია. კარგი რა ჩემო. რა დრო თქვენი სიბერეზე ლაპარაკია ახალგაზრდა ხალხი ბრძანში. მადლობთ. თუმცა ჩემი ცოლი რომ მოვიყვანე 35 წლისა რომ გახდა იმის მერე იძახის დავდები. კი მაგრამ რა დრო იმის სიბერია 12 წლით ვარ იმაზე უფროსი 12 წლი რას ამბობ? რომ მოვიყვანე სულ ბავშვი მამამისმა ცხონებულმა ჩემმა სიმაღლემა კინახამ დავხოცა კარგა ხას ვემალებოდი აი ეს ჩვენი გზავრია ერთხელაც რომ ამოვიდეს ვინმე, ეგრევე ვიცნობ სახეს. ეს დაკინახა ისე შემოხვალე. ხო, ეს დამინახავდი ისე ხარ ქართული მაქცებში. ეს უნდა დავუბრუნო. როგორ ხარ შენ ისე? რავი, არც კარგად, არც ცუდად. უნდა დაგელაპარაკო. მან სანამ ბიჭები მოვლენ რა, არც შეიმჩნია არაფერი. კაი, ხوار გაგიჟდია რა უნდა ვუთხრა, ეგ არც იფიქრო. ხა თან ახლა ვის რა შეაინტერესებს ჩემი ამბები? მევაკოთა იკას ხო იცი რომ მოსაცოვის გარდა არაფერი არ აინტერესებს. მოკლედ, გადავწყვიტე რომ კახას დავილაპარაკო რა. მართლა? რა უნდა ვუთხრა? ჯერ არ ვიცი. ვეტყვი რომ ვიცი და ძალიან ტეხავს ეგეთი საქციელი და მე რაც უნდა ის გააკეთოს. აი არ ვიცი, შენ როგორც გადაწყვეტ. იმედია სწორად ვიქცევი. დღეს აპირებ? ხო, საღამოსკენ. წყალი უნდა მოვიტანო და რამე არ გინდა? არა, მოგწონს. ყველა პაციენტს პირადად შევხვდი და დოდი შემოვხადე ყველა შეფერხებისთვის. არა, ესეთი ჩიპი აღარ უნდა დაგვემართოს. ყველაფერი გასწორებული და კარგად მუშაობს. მოკლედ ერთი იდეა მომევიდა. მოდი ასე მოვიცეთ. შენ ტექნიკურ საკითხებს საერთოდ ჩამოგაშორებ და მხოლოდ სამედიცინო სფეროში იქნება ჩემი კონსულტანტი. რას თქვი? ეგ იქნება ყველაზე კარგი. იმიტომ რომ ნაკლები გამოცდილება მაქვს ამ მენეჯმენტში. ვინმე ხო არ გეგულება? კლინიკაში? ხო, კარგი იქნებოდა. ვინმე ისეთი, ვისაც უშუალოდ კლიენტებთან შეხება არ აქვს. დავფიქრდები ისე. ესე არავინ არ მახსენდება. მოკლედ შენი ფიქრე.
მე მითხარი და ერთად გავიაროთ ეს თემა. აი? აუზო ვიყო. ცოტა მოგვიანებით რო იყოს. ოკეი. იყოს მოგვიანებით. Яркий. Короче. Бичო. ხა დავიჯერო ეს მართლა ჩაძირული რა. ო, არ ეთყობა. ხო არაფერში ბედი არ მაქვს. ხლა ეს ტიპი რო ნახავს აღარ იყიდის. ბიჭო, შენ მაგაზე ნუ ნერვიულობ, კაცი, მე მყავს. ისინი აქ მასტერები და გააკეთებენ. მე მოესწრება რა. შენ თავარია მატორს არაფერი არ. მატორს რომ ამეჭირდეს მე რეგენა. aga მე ის შეჩემა რომ კაროჩი მანქანა რო გაკეთდე იმ დღეს დაურეკავთ ირაკლას და ვეთქვით რომ დღეს ჩამოვიდა რა ერთი დღე იქით ერთი დღე აქეთ არც არაფერს არ წვიდავს ო შენ რო პანიკობდი კაროჩი მანქანა რო გაკეთდება დაურეკოთ ირაკლას დაურეკოს თავის ბრატს მოიყვანოს და ჩავახუტებთ რა გაცხრიალებულ თაზა მანქანას ხო მე წავედი დილამშვიდობის. ბორშს აკეთებ? არა, უბრალოდ ბუსტნა უშჭრი, ამათ ბორში არ ვუყვართ. ხო. აგიხმარებით. არა, თავი დაანებე, არა. არა, ეს ჭურჭლის არის მანქანაში უნდა გავრეცხო მაინც და. რომეში დაგეხმარებით რა, თორე მოვხდი ნერვიულობით, მთელი ღამე არ მეძინა. რაზე ნერვიული? რა ვიცი, მაინც პირველი დღე როა ახალ სამსახურში. ხო. თან გამოცდილება საერთოდ არ მაქვს. ახალი ხალხი, ახალი გარემო. თან ხო იცით როგორი სალონია რა? სალონი? ხო. რუსკო დაიდა სალონში. ყველაფერი უნდა ისწავლო. ფრჩხილებით, მა არ ვიცი გამომივა თუ არა. აი ისე მეხერხება ეგეთ რაღაცები. ჩვენთან სულ მეუკეთებდი ხოლმე ქალებს პრიჩოსკებს. იმათ კი მოწონდათ, მაგრამ ქალაქელი ქალები ხო იცით რა? არ ვიცი გამომივა. დარწმუნებული ვარ გამოგივა. მოდი იცი რა, აი კომპოსტოს დაჭრაში დამეხმარე. კარგი. და აქედან ხო. ჩვეულებრივ სიტუაციაში არაფერიც არ იქნებოდა რა. ჯარიმას დაგაკისრებდა სასამართლო გადავიხდით და გამოვიდოდა, მაგრამ პირობითი ლოქს ეცვლის ყველაფერს. არა, პირობითი ერთია და არც მასწავლოს ეგეთი სკანდალები. ტოების მეტი ნამბობს. ახალი. მე ერთი გაუშვებს ახლა ამ მომენტს ხელი. ხოდა ასეთ სიტუაციაში არ ჯობს რომ მივიდეთ დაველაპარაკოთ ტაქსისტს, შევუთანხმდეთ. ფული შევთავაზოთ. ფულზე ვინ იტყვის ხურს? და ტაქსისტი არა. ხო. აგე ეგრე გუსტს. კარგი, მაშინ მივიო. და დაველაპარაკეთ. ოღონდ თქვენ მითხარით რამდენი უთხრა. რამდენზე გაჩერდება? რა ვიცი ხა, როგორც იორგი ამბობს, არავინ ანაზღაურებულია უკვე და ესე იგი ცოტა მეტის მოლოდენი აქვს. ახლა რამდენიმე 1000 მეტი რა შეიძლება ხები უნდა. მილიონს ხო არ მიწევ მაგჩას ესა რა. დედამის რა უთხრა თორე კი არის იმის ღირსი და ცოტა ხანი იჭდეს ჭკუას მაინც ისწავლის. ისმენთ? ხო. შენ მოგწონს? უნდა დაელაპარაკე შენ თვითონ. მაგ ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრი რო გაკეთეს, რამდენად მისაღებია თქო, პროექტი რამდენ ხანში იქნება თქო და საერთოდ რას გეტყვია? ხო თუ ეკნა აზრი, მე შევხვდები და დაველაპარაკოთ. ხო, კარგი, დამირეკე რო გაარკვე. ხო, მინდა მეთქვა კიდე პოლიციაშიც ვიყავი. ეს მინდა და ეხლა ისედაც რამდენი საქმე მაქვს. აგი არ გეშნერვიულობთ. მოგვარებათ. მოკლედ ახლა რა ქენიცი? წადინახე ის ტაქსისტი. დაელაპარაკე. მე გიორგისთან აიყვანე სახლში. და მოგვარეთ რა. კარგი, ასე გიზნა.
ეგ არაფერი. მოდი ახლა ჩვენ კარგად ვისადილოთ. მე შეიტან საბუთებს ბუღალტერიაში. თანაგინდა უფროსი ვერაფერს დაიგებს. და რო იცოდე? დასვენება ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მუშაობა. ამიტომ რომ თუ არ ასვენებ, მე ეფექტურად ვეღარ მუშაობ, ის მაშინ. აჰა. ესე იგი მე ახლა შევჭამ ჩემი ბოსტნეულის სალატს. ეფექტურად ჩავალ ბუღალტერიაში. დაიგო. კაი, მაშინ ერთი სალატი და მინერალური წყალი. მე 2 კატლეტი, წყალი და ყავა გამიკეთე მე, ხო? შენ არ გინდა ყავა? კარგი. Lot. ეს ბაია რა? ხო. მეგობრობთ? ხო. კლინიკაში თითქმის ერთდროულად მოვედით სამუშაოდ. ძალიან კარგი გოგოა. Алло. გამარჯობა. კარგად ჩავად. ლილი ბაბა როგორ არის? კარგი შემოგივლით. ცოტა მოგვიანებით, ხო? კარგი. კარგი. დროებით. ჯერა ვერ გავდივარ ამ ტურში. მაგას როგორ თამაშობთ ვიხდები? მომაკვიშე ხა. 468-ში. შენ ხო გახვედი აქ და გამიყვანა რა? ხაჭაპურს თუ გადაურჭა გაგიგო. რა ვქნა მე ჩხარა რა. აი რა თავს იკლავ რატი სანამ არ მოვა მაინც ვერ წახო. ხადარი ეკლავ რა. ვაკა სად არის ხო არ იცი? არ ვიცი არ დამირეკავს. სულ გავიგე იმ გოგო. წამოგიღოთ რამე? მე არ მინდა ამას წამოვიდე კიდე ერთი ხაჭაპური. Haim passi ხო. რაღაც მოხდა ხო უჭო? ხო რიჩხუბეს. არ ვიცი, რა Facebook-საც არ გამოჩენილა, არც დავიკია დღეს. მივწეროთ მე ჩვენმა. აი რა თმოვიდა. სათხარ რატი ამდენი ხანი მე ჩხარა რა. ეს რა არის გობას გამიწევ. წიგნებია, მე რეაგირებ. წასაკითხად იყენებს. მადლობა. გეცლება დღეს? არ ვიცი, ძალიან ბევრი საქმე მაქვს სამსახურში და ესენი მაქვს წასაკი. ვარ დაიღალი გინა დაუჯეთ სადა. წამოი ბოლოში დავჯდეთ. აუ ნახე რა საყვარელია ფასტა. გიზდები ბავშვებზე. შენ არ გიყვარს? აუ რატო არ უნდა მიყვარდეს? ხო რა. ჩემი ზეშულიშვილი რო დაიბადა ლიზიკო. ხო ცაი ფოტოები რო განახე. გავგიჟდი ისეთი საყვარელი იყო თავიდან. სულ მე ვაბანავებდი მე ვაჭმევდი, ყოველთვის მე ვუკეთებდი საერთოდ. სახლიდან ვერ მაგდებდნენ. არა გოგო მაინც სხვანაირად საყვარელია რა. ისე შენ გოგო გინდა თუ ბიჭი? ვაკო? ა? სადაფრინავ. გოგო თუ ბიჭი? ავი ალბათ უფრო ბიჭი. ხო, კაცებს ხო ბიჭები უნდათ ხოლმე სულ. ისე ბიჭი თუ იქნა რა დავარქვათ? ავი შენ მოიფიქრე. მე გიო მომწონს ძალიან. და გიო რაღა დროს გიო. რავი, მე მომწონს. არქშია? რავი, ცოტა. ამა სადმე დაუჯეთ და მოვიფიქროთ რა. კაი. ძალიან მაგარი ყავა. ახლა? ხო, და ეს ვიყიდოთ ხოლმე. ორი წუთი ვერ მოიწმინდა, მეც მინდოდა. მე არ შემიძლია ყავის garaში, ხო იცი? რატო არ ჩნდება რიანა უმაკიაჟო საზოგადოებაში? პოპარს ყავის გულახდილი ინტერვიუ. მოიცარა, ეხა მის გულახდილობა მინდა. ამის ადგილას ადგილიდან არ დავიძრებოდი უმაკიაჟოდ. რატო ვითომ რა, მახინჯია? შეხედე, ჯერ მაკიაჟი მოაშორე, მერე ფოტოშოპი, მეზობელთან არ გადავიდოდი უმაკიაჟოთ ამის ადგილს. კაი რა, მე ძალიან მომწონს. მოიცარა. გამარჯობა გოგოებო. გამარჯობა.
ყავს ხო დალე, ახალი ყავა გვაქვს ძალიან კარგი. ელენი შემოდი დაჭი. ყავას არა საყვარელო სახლში დავლიეთ უკვე. აქ როგორ ხარ მე ხდება? კაცს არა. ძალიან კარგი. შენ და limit მეტრელი ხო რა ყავს? მე ხდება ამისწორ. რა პრობლემაა? მოიცა იაც განთავისუფლდა. ელენი მინდა გაგაცნოთ, ჩემი ნათესავი ახალი ჩამოსული თბილისში. თქვენი ახალი მოსწავლე. მომავალში თანამშრომელი. მოკლედ ყველაფერი ასწავლეთ. რა როგორ ხდება? თავიდან გიყურებთ ცოტას გარემო შეეგუება, მე თვითონაც გააკეთებს ხო ელენე? ხო, ძალიან კარგი. რა პრობლემაა, ვასწავლეთ. ძალიან კარგი. წავედით ახლა თავს ნახეთ. ატა, იცი რა, აი ეს ცოტა ბოლოები რაღაც არ მოხდა. შესასწორებელია, ვითომ? ხება. მოდი ახლა უყურე, ფიკას გადასარევი ხელი აქვს და დააკვირდი. აი ნახე გავხსიერებ. ეშვები? რა მოხდა, რა დამერიგე? რა იყო, არ შეიძლება? უნივერსიტეტში ხომ არ გაქვს ამ პრობლემა? უნივერსიტეტში არა. ისე მაქვს. უნდა დაგელაპარაკო. რა მოლაპარაკე? დავუჯდეთ რა სადმე თან მშია. მოდი შეიძლება. უდარას გამომარჯოს. გამომარჯოს. როგორ ახარ ძიდა? ძალიან? კი, რა, რიგო. მანქანას მინდა რა შემიხედო. ეს. რა. ახალი ჩამოიყვანე? არა, მე მგონი ჩაძირულია ეს დედამოწყული, რაღაც ჟანგები აქვს შიგნითაც რაღაც. აი, ელექტროობა და, ჰა? არა, ელექტროობა არა, მაგრამ რაღაც ჟანგები აქვს შიგნით რა. ერთი კარგად ნახე რა, გამო, არა. კი, როგორ არ გამოვა ეხლა, ყველაფერი გამოვა. მაიცადე უკვე გაასაგეთ, როგორ გასაგებული. შეიძლება დღეს მოვიდნენ ან ხვალ წასაყვანა და უნდა მომიხერხო რა. მოხერხებულია ჩათვალე რა. შენი ხათრით ხო ისი? ყველაფერი კარგადაა. ხო. მოდი და მე მოკლედ, მაშინ დაგიტოვეთ რა. კი ბატონო, მომეცი გასაგები. კარგი, გამოდით მერე. არ გადავა, კარგი. სასახურში უნდა მიბრუნდე. მითხარ რა შეგემთხა. ხო, შევჭამ და გეტყვი. არ ვაკ ამდენამდე რომ. ხო და მაღაზია მინდა ზუსტად ვაპარაკე. რას? შენ მოუცრელობაზე. არის დროს რო არ გცალია, გვიან მოდიხარ სახლში, ან საერთოდ არ მოდიხარ. ხო. იმდენ დროს ვერ გაგწევთ შენ და დედა შენს რასაც იმსახურებს. აი რა. რა აქვს ხონეთ არ გამოდის რა ხო? მაგას არ გულისხმობ კახა. აბარასინს. კარგი რა მამა. შეგონია არ ვიცი რა დედას ხალატავ. გასასრულეს ნება. ხალატავ. დედა შენ მიყვარს, როგორ უნდა უღალატო? აი გეხვეწები რა. ამაზე სალაპარაკოთ მომიყვანე რა. გასლაპარაკო. ამდენი წლის ცოლქორობა. ხო, და ამდენი წლის ცოლქმრობის გამო იყავი გუშინ სასტუმროში ქალთან ერთად, რომელიც დედაჩემი არ იყო, ხო?
ეს ღალატზე უფრო მეტია და ვიცი ეს არის უპატიებელი შეცდომა. აი, საერთოდ არ მაინტერესებს დეტალები და არც ის ვინ იყო ის ქალი. არა. დეტალების მოყოლას არა, გასწობილები. და დამნაშავე რა თქმა უნდა. როგორ არის ახლა? შემთხვევით მოხდა ეს რა, ეს არ არის ის ღალატი, შენ ღალატსაც გულისხმობ. ები? და შენ მეცის? არა, მე არ მithქვამს. მომსმენ ახლა. თავის მართლობას არ ვაპირებ, მაგრამ ხო იცი რომ ჩემთვის ოჯახი არის ყველაზე თავარი. ალბათ ხვდები რომ ნათია მესამბაბი არ უნდა იყოს. ხო, ხვდები, მაგრამ მე არ ვაპირებ არაფრის თავს. კარგი. თამაში. გინაგიდე რამე? არა, მადლობა. აი, მაშინ დაამთავრე ეს და წავიდე ციხეში, წაგიმან. მე აქ ვიქნები. შენ წავიდე სამსახურში. გადავიხდი მაშინ და წავალ. აუ, ამანაც მომწერა. ხვალ იმდენი ხალხი მყავს ჩაწერილი, რომ საგიჟეთი მექნება, საჩავსო ახლა ეს. აუ, მე კიდე ნატა მყავს რუსუდანის დაქალი, აი სისხლი უნდა გამიშროს, რა როგორ არ მიყვარს მაგ ქალთან მუშაობა. კაი, რატო ამბობ, მაგას ძალიან საყვარელი ქალია. თან რაღაცნაირად დახვეწილი. მე ძალიან მომწონს. შენ იცნობ ნატას? არა, რუსუდანის ოჯახის წევრების გარდა არავის არ იცნობ. კიდე ნანა დეიდას. არ გინდა ფრჩხილები გაიკეთო? არა, იყოს. რატო? რა მოხდა? კარგად გაიკეთებ. კარგი. კაი, ახლა მორჩებ და გაიკეთებ. ო, არ არსებობს. რა მოხდა? და გახსოვს კლუბის გახსნას რო ველოდებოდი. მერე? და გაუხსნიათ და ჟურნალში რეკლამას ბეჭდავენ. აუ, როგორ გაბანძდებოდა, მისვლაც ვერ მოვასწარი. სვავ? არა, მეორეა. რა ქნა? ველაპარაკე. რავი, როგორც მოველოდი. აი, აღარ გალია მეტი რა. ოკაი რა. სალი. ბაჩა, როგორ ხარ? კარგად, შენ? სადაი კარგი, რამდენი ხანია აღარ მინდა. ო, რა ვიცი. თაკო გაიცანი ბაჩო ჩემი. სასეონოა. მომინათე ძალიან რა. მესმენი 12-ზე უკრავ ჩემთან და წამოდი არ გინდა? იცი რა, დღეს რაღაც საქმეები გვაქვს და მე აუცილებლად შემოგივლით. კაი. კაი, მიდი. წავედი მაშინ. სასეონო იყო. შენ არ დალევ რამეს? არა. რა კაი ფიქრია. ხო. ხედავს რა. აუ, ხა კახარას მიფიქრებს არ ვიცი და გამიჯეროთ ხო არა. კეთი მოვიდა. არ იცი რომ მოგელოდებოდა. უფრო ადრე ვერ გამოვედი, ნონა სამსახური. არა უშავს, რას ამბობ? არაჩვეულებრივად გამოიყურები. აი, მადლობა. როგორ ხარ, თიიდეიდა? მთელი კვირა შენზე ლაპარაკობ, შენს მოსვლაზე. მოდით, აბა წამოვჩდეთ. აბა. აი, კარგია. ტვებში მოვუსმინოთ, ხო? აბა ჩაის უნდქეთ ხრმად.
ისუნთქეთ. კიდევ ერთხელ. კიდევ ერთხელ და თავს დაგანებებთ. კარგია. ფილტვებში საერთოდ აღარ გაქვთ შეგუბება. ხილად? ხო გზნობთ უკეთ თავს? ნუნა, დღეა დღეს. ორშაბათია დედა, ორშაბათი მეათეთ მეკითხება. ძა, ახლა წამალს არ დავნიშნავ, იგივე გააგრძელოს და კარგი იქნება თუ წამოჩდება ხოლმე ხშირად. კი, წამოვაჭე. კეთი, ყავას მოგიდუღებ რა. არა, მადლობა. გიორგი, რამდენჯერ გითხარ სახში მოვაწევთ, ხო? მამა შენი უნდა მოვიდეს. მე მოვიდეს. შენთან აქვს საქმე. ეხლა ყურადღებით მომისმენ. მამა შენი რომ მოვა. ყურადღებით მოусმენ. არ შეეწინააღმდეგები და ყველაფერზე დაეთანხმები. გასაგებია? გააჩნია რას მითხრს. გიორგი, სანამ შენ პრეტენზიებს წამოაყენებ, კარგად გაიხსენო, დღესაც მამა შენის გამო ვარ გარეთ და მაშინაც მამა შენის გამო გამოგიშვეს პირობითით. თორე იმდენი პლანის გამო, რაც შენ მაშინ გიპოვეს, ხალხი 5 და 10 წელი ზის ციხეში. იმდენს ნუიზა, რომ მართლა მიგიშვა შენ ჭკუაზე და მერე ციხეში არ ხვდები. კარი. ხვალდილით ადვოკატთან ერთად მიხვალ იმ ტაქსისტ. გადაწყვიტე ფულს მივცემთ და სარჩელს გამოიტანს. სხვანაირად არ გამოვა. ამხედავ რა მიჯდება შენი ხელების ქნება. ამ საქმის მოსაგვარებლად თუ საჭირო იქნება ბოდიშაც მოუხდი იმ კაცს. ბოდიში რატომ უნდა მოუხდე? გიორგი. არა, ვერ ხვდები რა ბოდიში რატომ უნდა მოუხდე. თვითონ მეთქვა ესე. არა, მაგრამ თუ საჭირო იქნება მოიხდი. საერთოდ იცი რა მოხდა? გიორგი, არ მაინტერესებს. შენ მოათრიე ქშარი. შენ თუ ვერ აგვარებ, ხელი შემიწყვა მე მოვაგვარო. და საერთოდ, რასაც გეტყვი, ის გააკეთე. ყავა დამაგერე. პრობლემები გვაქვს. დიდი. სალიმ გაიგო ჩვენზე. არ გამოგეშო. გიორგი, წესიერად მოიქეცით, თორე წახვალ ციხეში. დაგავიწყდა შენი პირობითის ამბავი? შეთვის მაქვს საჩუქარი. საჩუქარი? ხოლმე? ეგრე არ გამოვა. უნდა გამოიწვიო. გიო. რაღაცა უნდა გითხრა. გითხრათ რა გითხრა. დავრჩენ ინია ორსუა. კაი, შევთან ხვდეთ, ოღონდ მე არ დამიწყო რა, ამას ვერ გავაშუქებ და რაღაცა ესეთ ტექსტები. კაი, всё, კაი. რა გააკეთე? ბოდიში. მაინდა მე ჩემზე რატო ცდით ამ სტაჟიორს? უკაც რა ვაც ხმაპატი იყვა.